ეს არის ღელე, რომლის გაწმენდას ვაშლოვანაში აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს. ღელე ქვებით არის ამოვსებული, რის გამოც ყოველი წვიმის დროს წყალს ვეღარ იტევს. ზევიდან გადმოდის მოსახლეობის ეზოებსა და გზას ტბორავს. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი თავრობიდან წყალს მიცონ კალაპოტი. ჩვენ არ შეგვიძლია, არც ერთ ოჯახს არ შეგვიძლია ამ წყლის კალაპოტის მიცემა. როგორ გავაკეთებთ, რა სახსრებითა? ეს 2 წელიწადია ძალიან გაუსაძლის მდგომარეობა გვაქვს. ზოგ სახში უვარდება ეგერო. დატბორილია სახლები, დაიტბორა ქვედაუბანი, სუიტბორება. არაფერია. თავრობას მე მგონი 5 ჯერ დავწერეთ, განცხადება გვაქვს შეტანილი იქ, მაგრამ არა რეაგირება არ არის ჯერჯერობით. ყოველი წვიმის შემდეგ ზემოთ და ზედაუბნიდან წამოსული წყალი და მოაქვს ამდენად ქვაღორღი და კარგად ხედავთ რა მდგომარეობაშია. გვეტბორება ეზო კუხნაში შემოდის აბაზე რო ვეღარაცრებს წყლის გასვლას სანიაღვრე არხში ამოდის ტრაპიდან. ღელიდან გადმოსულმა წყალმა გზაც დააზიანა. გზა ქვებით არის დაფარული, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნის. მანქანა ხო საერთოდ ვერ მიდის. ჩვენ დასახლებაში 4 ოჯახთან მანქანის მისვლა არის აბსურდი. აქედან უნდა ახვიდე, მერე უნდა გადაჭერა გზაი და მერე იქიდან შეხვიდე ოჯახში, ისევე შეხვალ ვერანაირად. ღობეთ წაიღო წყალმა. დაგვინგრია. ჩვენ ვითხოვთ თავრობიდანაც მოგვაქციონ ყურადღება და დაგვეხმარო. და მოგვაქციონ ყურადღება ეხლა ზამთარი მოდის არა. შეშა ხონა მივიტანოთ, თივა ხონა მივიტანოთ. მე აქეთკენა 4 გლეხი ვცხოვრობთ ახლა მართლა და ხوار დავიხოცოთ. ან სასწრაფო დამჭირდეს როგორ უნდა მოვიდეს კაცო. წლევიანი ხალხი ვართ ეხლა და. იმის გამო რომ დაზიანებულ გზაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, როგორც ადგილობრივები ამბობენ, საკუთარი ძალებით, დროებით ალტერნატიული გზა გააკეთეს. ეს გზა დროებით გავაკეთეთ ჩვენ არის გზა რო იყო გაფუჭებული. ჩვენი ხედის სახსრებით გავაკეთეთ ეს გზა. მოსახლეობამ კი. რავი თუ რამეს დაგვეხმარებიან გააკეთებენ, კარგი იქნება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობამ გამგეობას წერილობით უნდა მიმართოს. ჩემი ინფორმაციით ამ საკითხთან დაკავშირებით წერილი არ ყოფილა არ შემოსულა. კარგი იქნება მოსახლეობა კოლექტიური განცხადება სულაც წერს და შემოვა და განვიხილოთ აუცილებლად და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა დროულად მოუგვაროთ. ეტაპობრივად უნდა შეგაკეთდეს ტენდერი, უნდა გამოცხადდეს შესაბამისად, უნდა გაკეთდეს გზა და პროექტეს და უფრო მარტივშეძლებელია, რომ სანიაღვრე კოლექტორია თუ არხი თქვენ რასაც ის გასუფთავდეს, იმიტომ რომ ეს უფრო უმოკლეს ვადაში გაკეთდება და რაც შეეხება გზის დაგებას, ანუ ეს ცოტა უფრო ხანგრძლივი პროცედურაა.